საკონსტიტუციო სარჩელზე ხელმომწერი დეპუტატების ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ დასკვნა განიხილეს და მხარი დაუჭირეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე. სარჩელი, რომელიც პარტიების აკრძალვას ეხება, დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მომზადდა. კონსტიტუციური სარჩელით, რომელსაც ხელს ქართული ოცნების დეპუტატებთან ერთად ხალხის ძალა და ევროპელი სოციალისტებიც აწერენ, მოთხოვნილია ნაციონალური მოძრაობის კოალიცია ცვლილებების და ძლიერი საქართველოს ლეოს საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. პარლამენტის რეგლამენტის 204 მუხლის მესამე პუნქტისა და 222 მუხლის შესაბამისად განიხილა წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის წევრების ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების შედეგები, რომლებიც ეხება ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლების განხორციელებას. შემოწმების შედეგად დადგინდა საქართველოს პარლამენტის 88 წევრის ხელმოწერის ნამდვილობა, რაც შეესაბამება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 222 მუხლით დადგენილი ხელმოწერების რაოდენობას პარლამენტის წევრთა არანაკლებ 1/5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ხსენებული იძლევა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 222 მუხლით მინიჭებულ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის წარდგენის უფლებას. მოგეხსენებათ, აღარ დავკონკრეტები, სარჩელია შედგენილი კონკრეტული მოთხოვნით, რომლის ხელმოწერის დადასტურების ვალდებულება არის ჩვენი კომიტეტის, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის პრეროგატივა. შესაბამისად განხორციელდა აღნიშნული პროცედურა და ყველა 88 წევრმა დაადასტურა საკუთარი ხელმოწერა. შესაბამისად მაქვს წინადადება მხარი დაუჭიროთ დასკვნის პროექტს და უახლოეს მომავალში უკვე ამ კომიტეტის დასრულების შემდგომ იგეგმება სარჩელის წარდგენა საკონსტიტუციო სასამართლოში. ვინ არის მომხრე? დიდი მადლობა, მიღებულია ერთხმად.